სიყვარულს საერთოდ არ ვეძებდი. ერთმანეთი გავიცანით 6 წლის წინ ბაკურიანში. შობა რო თენდებოდა, აი მაგ დღეს ესე ერთმანეთს გადავეკვეთეთ, გადავეყარეთ. მერე გაგრძელდა ეს ჩვენი ურთიერთობა უკვე თბილისშიც და მივახციეთ იქამდე რომ დასრულდა ხორციელებით. ცხოვრების თანამგზავრად ვიპოვე ზუსტად ისეთი ადამიანი, როგორიც წარმომედგინა. საუკეთესო მეგობარი, გვერდში მდგომი ადამიანი, უკეთილესი. პირველ რიგში უახლოესი მეგობარი ვიპოვე, რომელთანაც შემიძლია ვიყო ის, რაც 100%-ით მე ვარ და არ მიწევს არაფრის თამაში. როცა ყველაზე მნიშვნელოვანი დღის დაგეგმა დავიწყეთ, აი მილიონი აზრი იყო ჩემ ტვინში, აი მართლა ქაოსი ხდებოდა. ყველაფერი მოვიარეთ, ყველანაირი აი მართლა სასტუმრო, აი შემოგარენ, ყველგან ვიყავით, სადაც კი რამე გამიგია, რომ კაია, ლამაზია, კარგად კეთდება, მაგრამ აი რომ მივდიოდი რაღაცა ის ადგილი არ იყო ხოლმე ძირითადად. ერთხელ აი ერთი ადგილიდან წამოსულზე ჩემმა მეგობარმა გვირჩია, რომ აი თეატრი სადეთ არც ვიცოდი მე რომ თეატრი მაგ დროს ქორწილებს აკეთებდა და რომ მითხრეს რომ შესაძლებელი აქ ქორწილის გადახდა აი რაღაცა არ ვიცი, ძალიან ბედნიერი ვიყავი მაგ მომენტში. უცებ დამშვიდით და ის რო ადგილი გვეპოვნა, აი გადაწყვეტილება რომ მოგვეხსნა და ნაპოვნი იყო დარწმუნებით, თან რაღაც პასუხი ცოტა ვითომ გავწერეთ, რაღაც ველოდებოდით და აი უბრალოდ დრო იყო გაწერილი, თორე ზუსტად ვიცოდით რომ აქ უნდა გავეკეთებინე. აღარც გვინახავს სხვა ადგილი რეალურად, თავარი როლი რა თქმა უნდა დედოფალს ერგება. აი ზუსტად ისეთი გამოვიდა ჩემი ქორწილი, როგორიც მინდოდა. მინდოდა მეპოვა ისეთი სივრცე, რომელიც ალბათ არ ასოცირდებოდა მხოლოდ რესტორანთან. იქნებოდა აი რაღაცა განსხვავებული ყველა მხრივ. ჯერ ამხელა სცენა, მერე სცენიდან აქამდენი ხალხი, რომ არის ესე ლამაზად გაწყობილი მაგიდებით და ანუ აი არ ვიცი. დადგმული გქონდა ერთადერთი რეალურად ქართული ცეკვის ნომერი. და მე პირადად ცეკვასთან არანაირი შეხება არ მქონია ცხოვრების მანძილზე. საბოლოოდ შედგა ეს სცენაზე ჩვენი დებიუტი და ფიქრობ რომ როგორც მეგობრები მეუბნებიან საკმაოდ კარგად გამომივიდა, მაგრამ მაინც არ მჯერა მე მაგის. ყველაფერზე ვფიქრობდი, ცალკე ჩემი მეჯვარეები მირეკავდნენ, რომ ჩვენც ვერ ვიძინებთ, რომ ისინი უფრო მაფორიაქებდნენ. აი მიუხედავად იმისა, რომ აი ეს სტრესი ბევრად უფრო გამარტივებული იყო მარტო იმიტომ, როგორ გვეხმარებოდა თეატრის გუნდი ორგანიზებაში და ამ დღის დაგეგმვაში, ნუ ეს დღევა თან დაგყვება, მაგრამ ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება, ეხა ეგ ნერვიულობას და ფიქრის, როცა იმ დღემ რო ჩაიარა და დღეს კიდე რომ თხოვ ერთი 100-ში რო გავიმეორებდით ალბათ იგივე დღეში რო დაბრუნებას. ეხლაც ფეხი რო შემოვდგი, ანუ ის დღე დავიდგა თვალწინ და ანუ ზუკას ვეუბნებოდი, რომ 10 წლის იუბილეს ალბათ ისევ აქ გადავიხდი. ფარდა რო გაიშალა, ყველა ფეხზე დგას შეგიყურებს, აი სასწაული იყო, მართლა სული შემეწურა, ისე ვიყავი. თეატრი დავტოვე, აი უბედნიერესმა, ყველანაირ ემოციებისგან დაცლილმა, აი უღრმესი მადლობა, ანუ მართლა გუხდიდი თითოეულ აი პერსონალს, აი ამ გარემოს, აი ყველაფერს. მე თეატრი დავტოვე უფრო სევდიანმა, იმიტომ რომ ხდებოდი რომ ეს ყველაფერი უკვე დასასრულისკენ იყო და უკვე ცოტა ნასვამზე რომ მეგობრებს ეუბნები რომ არაჯერ არ წავიდეთ, ეხა იწყება ყველაფერი და ნუ აი ჩვენი ქორწილის გარდა რო გვეუბნებოდნენ რომ აი რა კარგი დღე იყო და რა კარგად იყო, იქვე ამბობდნენ რომ ტყალპის სალათი რა გებრიელი იყო. ტყალპის სალათი სად შეიძლება კიდევ ჭამ? აი მართლა მაგ სალათამ რო გამოიწვე, 2 თვე ხალხი მაგას კითხულობდა რომ ეს რა სალათა, ისე ნანობრო არ გავსინჯე. ისეთი კარგი მენიუ დახვდათ და ისეთი გებრიელი საჭიროები რომ ყველა ველაპარაკებოდა სანამ გავიგებდით რეალურად რომ თეატრში ქორწილის გაკეთება შეიძლებოდა თეატრი ჩემთვისაც ასოცირდებოდა რაღაც ბევრად უფრო მაღალ ფასიან, მაღალ ბიუჯეტიან ადგილთან, ანუ რას გულისხმობთ, სხვაც რომ ეკითხებოდა, თქვათ მეგობარი, როგორ სად დაგეგმე, სად გადაწყვიტე, როგორ აი თეატრი და მან ძალიან ძვირი არ არის, მეთქი აი შენ წარმოიდგინე და გეტყვი ხა როგორ არის და ყველას უყვირდა და რამდენიმე მოსულის იყო უკვე მოიკითხა ფასები. ამიტომ რეალურად სანამ რამე შეგაშინეთ, ჯერ უნდა გაერკვიოთ, მიხვიდეთ და ისე გადაწყვიტოთ. ვისაც ჯერ არ უთამაშია, აი თავისი ცხოვრების მთავარი როლი ვურჩებ მართლა მთელი გულით. რომ აი მართლა მოდით, იმიტომ რომ ამაზე
კარგი დახურული სივრცე მართლა არ მეგულება არსად. ყველაფერი არის ერთად. მართლა ყოველდღე გავივლიდი თავიდან, აი ნერვიულობასაც, აი საერთოდ ყველაფერს. ოღონდ მაგ დღეში დამაბრუნა ისეთი ხორცილის ვიდეო აქვს მარტო იმდენჯერ ნანახი და გვაქვს რომ აი თითო ეს ნახვა და აუ ეხა კიდე ეს დღე იყოს, კიდე ეს დღე. ყველა ვინც მოდიოდა, ანუ სათითაოდ ადამიანს ვანაღებდი აი იმ ხელა ვიდეოს, მართლა იმდენად მინდოდა რომ კიდე დავბრუნებული. 10 წლის იუბილე უკვე გადაწყვიტა და დანარჩენი მგონია რომ 10 წლამდე ვერ გაძლევს და კიდე რაღაც იუბილეებს ჩასვავს. აუცილებლად. მეც მიუყვები, იმიტომ რომ ძალიან განსხვავებული და ემოციების სავსე დღე იყო.